სწორე თოჯინებიც დავალაგე ყველაფერი დავალაგე შენი ნივთები რასაც დავდე და დავკეცე ჩემი ნივთები და ტანსაცმელებით შევალაგე ვემზადები წასასვლელად დედიკო და მამიკო რაღაც მოვიწყინეთ რო დავხატე და გავციშე ტელეფონის ადრეს გამოსეირნეთ რა თხოვთან ქარშემილი ყოფნა თავი მისკდება არკები თავის ადგილზე ჩავყარე ნურო დამაცემინა ქაღალდი ავიღე და მოვიწმინდე და გადავაგდე თავის სუნაში დედიკო და მამიკო მეხმარებიან დედას ვუყიდე ჩემი ბეჭედი აბა გამოიცანით ვინ უნდა მიირთვას რა თქმა უნდა მარიკო რა თქმა უნდა და გრიპი არ დამანახო მარიკო მეუნდება გრიპი არ გადასდო შენ გამომწერებს ეს ყავა რა თქმა უნდა დედას საერთოდ არ მინდა კი თვალები დასიებული მაქვს სახე შეშუპებული მაქვს ბავშვსაც ცოტა გადაედო ქმარი გაგვირბის არ გადავდოთ ჩვენი დილა მშვიდობის მეგობრები ვერ დავდივარ წელი მტკივა სახსრები უკაცრავად ძვლები საშინელი ვირუსია მაგრამ მეღიმება იმიტომ რომ წვიმას არაპირებს და სარეცხი შევყარე როგორც იქნა მოკრიალებულიც არის და იმედი მაქვს რომ სარეცხი უპრობლემოდ გაშრება უპრობლემოდ მირთვიდან თხილად ერთი წუთით მაგისი დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში აღჭურვილი ვარ იმედებით ნახოთ რა იქნება ვაიმე რატო ყრის ეს ჩემი ქმარი ამდენ შაქარს გამაგებინეთ ჰადე ნე ლაპდედიკო მარა რო ვუთხრა რა შაქარია და რამდენი შაქარი აღარ მოვიტუხებს ამიტომ ახმას არა მოვიხებ რა ძალა მათქია საშინელი შაბათკვირა მაგ რაღა დაგიმალოთ კოკო ბატონო უი მოდი საყარავი ბოდიში დამაწყდა საშინელი იმუნიტეტის წამლებზე რომ მკითხეთ გოგოებო მართლა არ მახსოვს რას ვსვამდი ვერ მოგატყუებთ არ მახსოვს უბრალოდ აფთიაქში შევედი და ვიკითხე იმუნიტეტის წამლები შედარებით დაბალბიუჯეტური თუმცა არც ისე დაბალბიუჯეტური არ არის იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი ძალიან დაბალბიუჯეტური ну ერთი თვე რამდენი დაგიჩნდებათ ალბათ 100 ლარი არც მე მგონი არც თუ იყიდით აქციების პერიოდში არის გოგოებო რაღაცნაირი ესეთ ბოთლებშია ესეთ პაწაწუნებში და ის უნდა დალიოთ ჩემი ეგეთი იყო მოდი და
აუცილებლად დავიწყებ მალე ჩავიტარებ მთლიან კურსს. მაშინ ჩავიტარე, შედეგი მომცა. ნუ მაქვს დე. მოკბიჩე დედა ვერ ჩაიდებ ბევრია. ხელი მოკიდე და მოკბიჩე თუ შეიძლება. დადეთებსე და ხრუტულს არ მიაქციოთ ყურადღება. ესე სისველე და რამე არ მაქვს კიდე კაი რო ახლა კიდე მის ხუთსვის თავი მაქვს. მაგრამ რაღაცნაირი დაგუდული ვარ. ჰადე. ანუ სუნთქვა მიჭირს. და შეგიძლია ჟაკეტი მომაწოდო? მარიკო, ჟაკეტი დე. მომაწოდე. მადლობა დედიკო. მადლობა. როგორც მივხვდი, მხოლოდ მე მცივა ოჯახში. დედი, მარიკო. დროულად და რა გთხოვ, გააღე ჩემო სიცოცხლე მიდი. აიღე კიტრი დედა. კი, ძალიან. მადლობა ღმერთს, რომ ფრთხილად მარიკო უკვე თავად მთხოვს საკვებს. სულ მინდოდა თუ გახსოვთ, რომ იმ დღეს მომასწრდი და შემახვეწოთ თქო და მოვიდა ეგ დრო, რომ 4 წლის თავზე მარიკომ ხოჭნა დამიწყო. გოგოებო, იმის თავიც არ მაქვს, რომ ავდგე და მოვაწყო გენერალური დალაგება, მაგალითად, ან 1-2-3 კერძი გავაკეთო. როგორც ტრადიციულად ვაკეთებ ხოლმე, აი შაბათ-კვირა. არ შემიძლია, ანუ ყველა კუნთია შედუნებული. არათუ მოდუნებული, შედუნებული ვარ. იმედი მაქვს უკეთ ვიგრძნობ ხვალ თავს და ძალიან მშველის გოგოებო სულ ვიძახდი ხოლმე. მარიკო, მოწეთავე. აი ეს ჩაი რო იყიდება, სპეციალური ჩაები, მე გეხვეწებით და ჩვეულებრივი ჩაია და მაგრამ უნდა მიყოს თუ რაღაც. აი არასდროს არ ვენდობოდი ხოლმე მაგ ჩაის, არ ვიცი ოღონდ რატო. ხო და ახლა მინდა გითხრათ, რომ მისი წყალობით ცოტა გამოვედი. თურმე არც ისეთი უსარგებლო ყოფილა, როგორც მე მეკონა და რატომ მეკონა, არ ვიცი, მაგრამ ჰადედიკო. ნუ ესე მქონდა სულ ის, რომ ჰადედი მიირთვი რა. კარგი გოგო ხარ. რატომ მქონდა ეგრე? აქ არ ვიცი. ფაქტია რომ ცდებოდი. ევროპის ჩემპიონატზე ჩემს ლაშა ყიძილაშვილს ვულოცავ ბრინჯაოს მეტალს და სრულიად საქართველოს ამაყივარ, ძალიან ბედნიერი ვარ. აი უზომოდ მშრომელია, აი ვერ გეტყვით და ვერ აგიხსნით როგორი მშრომელია და ზოგადად ძიუდოში ძალიან წინ მიდის საქართველოს, რაც ძალიან მახარებს და იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ძიუდო, ძალიან ბევრი სპორტის სახეობა იქნება ნელ-ნელა ეტაპობრივად ძალიან წარმატებული. ლაშა არის ჩემი სალოს მეუღლე, სულ ვახსენებ ხოლმე ჩემს სალოს ჩემს გვერდით რომ ცხოვრობს და ხშირად გადავდივართ, ანუ იმ სალოზეა, ჩემს ბიძაშვილზეა საუბარი და აი როგორი ამაყი ვარ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი ვარ.
იმდეს შრომობს ხალხო მართლა რომ აი არ ვიცი ლაშა ინდოეთში ასევე უძღვება და საქმიანობს იმით რა პროფესიითაც არის და სხვათა შორის ძალიან წინ მიდის როგორც იცით ინდოეთი არ გამოირჩევა რაღაცა ისეთი ძლიერი მხარეებით სპორტში თუმცა ძიუდოში ნელ-ნელა დაიწყეს ასპარეზობა დადებითი კუთხით რაც ძალიან გვიხარია და ერთ-ერთი ლაშა არის რომელიც უძღვება ამ ყველაფერს ავარჯიშებს და ნელ-ნელა მიიწევენ წინ და ძალიან მიხარია ხო და გაგიჟებული ვარ სიხარულით გუშინ ჩატარდა მე სამწუხაროდ ვერ ვუყურე თუმცა ნახე კადრები ფოტოები და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრად მეც მიაღწევს იმიტომ რომ აქვს ეს პოტენციალი ლაშას არავინ იფიქროს რომ ბრინჯაო მეცოტავება არა ეს ძალიან დიდი წარმატება მაგრამ მე ვიცი რომ ლაშას უფრო და უფრო მეტი უნდა როგორც ყველა სპორტსმენს აბსოლუტურად ყველას ხო და გილოცავთ ზუსტად ვიცი რა ხდება როცა ძალიან ბედნიერი წამები ადამიანის გულში და გონებაში და ყველა ვიცით ხო როცა ძალიან დიდ ბედნიერებას გრძნობს ადამიანი რა ხდება აი ყველა პეპელა ერთად დაფრინავს შიგნით და აი სადღაც ღრუბლებს ზემოთ ხარ ესეთი შეგრძნება გაქვს რა შრომა რო ფასდება ამაზე მაგარი არაფერი არ არის ზოგადად ვფიქრობ რომ შრომის დაფასება არის ძალიან ძალიან დიდი მიღწევა როგორც შენი ასევე იმ ადამიანის ვინც ხედავს შენს შრომას ჯერ საკუთარ თავში უნდა აღიქვა და მიხვდე რომ შენი შრომა ღირებულია და მერე დაინახავ სხვა თუმცა სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ რატომღაც შრომის დაფასება ვერ ხდება ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მეც იმსახურებენ ადამიანები მაგრამ იღებენ იმაზე ნაკლებს ვიდრე არის მისი ნაშრომი და სამწუხაროდ ეს ასეა და არ დაწყებულა ეს დღეს და გუშინ ზოგადად ასე არის და არ ვიცი როდის ეშველება ამ საკითხს როგორც ძალიან ბევრ ამეს მაგრამ ნუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია როცა შენი ძალიან დიდი ნაშრომი უბრალოდ ზედაპირზე რჩება და მხოლოდ ნაშრომია და მეტი არაფერი და წერტილი და უბრალოდ ყოჩახ თავს გიკრავენ და ტაშს გიკრავენ მაგრამ ხანდახან ჰოპ სადღაც გაარტყავ რა სადღაც გაარტყავ და იქ დაგიფასდება სადაც თითქოს არ ელოდები ხო და ლაშას შემთხვევაში არის ის რომ ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და ნუ ხა ეს ისეთი შეჯიბრია სადაც შეუძლებელია შენი შრომა ვერ დაინახო და არ დაფასდეს ხო თუმცა ზოგადად საქართველოში არ ფასდება შრომა შესაძლოა ბევრ ქვეყანაშიც ხომ ჩემი ქვეყანა მტკივა ყველაზე მეტად ჩემი ხალხი მაგრამ რეალურად ეგრეა აცონეი შრომა და თავი უიკლა თითქოს ეგეთი ამბავია რა მე რაღაცა აღარ ვარ სცენაზე ხო ეს დაუფასებლობის შეგრძნება მომკლა სულ ამ წყოს მნიშვნელობით და არავინ არ ელოდებოდა და არ ელოდება მაგალითად ჩინმენდლებს მაგრამ ანაზღაურება ხომ და მომცე რომ მე ვიარსებო ვიცხოვრო კიდე სხვა რამეა ვიარსებო და ამასაც თუ არ მაძლევ მაშინ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ დავუფასოთ და დაუდგეთ გვერდში იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ბევრ ამას აკეთებს, ძალიან ბევრ განვითარებას აძლევს საკუთარ თავს, რაც შენი საქმისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. იმ გუნდისათვის ძალიან კარგი იქნება. რატომ არ შეგვიძლია, რომ მხოლოდ ტაში კი არ დავუკრათ, წავახალისოთ ადამიანები,
არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სახელმწიფო სტრუქტურა, ეს იქნება კერძო სტრუქტურა, ყველგან სადაც არ უნდა გაიხედოთ არის დაუფასებლობა. ეს 100, ახლა ჩვენ ამას ვერ შევცვლით, თუ რაღაცა რეგულაციები არ გამკაცრდა, რაღაცეები არ შემუშავდა იმისათვის, შრომის კოდექსი ჩვენ არ გვაქვს და ტყუილად ამბობ, შრომის კოდექსის ესა და ეს მუხლი თუ რა, მე გეხვეწებით რა ის შრომის კოდექსი, ვის არის ჭირდება, ვის წაუკითხავს აქ თქვენი შრომის კოდექსი, ვინ ასრულებს მაგ თქვენი შრომის კოდექსს, ხალხო, ნუ გადამრიეთ. მარტო რომ წერთ და კითხულობთ თქვენ თვითონ და რას წერთ თქვენც არ იცით, ეგრე არ არის. ერთ ადამიანს ვუსმინე, რომელიც საზოგადოებრივ არის ძალიან წარმატებული, წიგნებზე მუშაობს, სასკოლო წიგნებზე და ასე შემდეგ და მოყოლილიც მაქვს, მე მგონი თუ არ ვცდები, მაგრამ თავიდან მოვყვები, რომ დამირეკაო ახლობელმაო და მითხრაო, რომ მალეო მოკლედ ხო იცი სკოლა იწყებაო და რომელიღაცა კლასი არ მახსოვს რა. ნუ უნდა დაიწყოსო, ასე ვთქვათ, მომზადება, რომ აიკინძოსო წიგნიო და ჩვენო აქო ნაშრომზეო 7 თვე 8 თვე და წლები ვმუშაობთო და ვკითხეო რა ამდენი გვაქვსო დროო და 3 დღეო თუ 1 კვირა აღარ მახსოვს რა ბოძის გიხდით დროო და რამდენიო ანუ აი ასე იწერება ხალხო ასე კეთდება ყველაფერი წუთებში წამებში და დღეებში ეგრე არ არის რა არ არის თქვენი შრომის კოდექსები თქვენი გაიდლაინები საერთოდ აცდენილია რეალობას ის რეგულაციები ვითომ თქვენ რომ რაღაცეებს არაფრის მომცემი არ არის არავინ არ კითხულობს და არავინ არ აქცევს მაგას ყურადღებას შრომის კოდექსი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ძალიან დარღვეული საქართველოში ეს არ არის ჩემი მოსაზრება ეს არის ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ და კითხეთ შრომის კოდექსთან დაკავშირებით არის თუ არა დარღვევები ამას ყველა გეტყვით რომ დარღვეულია თქვენ არიცით სტრუქტურებში ირღვევა შრომის კოდექსები კაფეებში და ბარებში რამდენი საათი უწევს სტაფს მუშაობა არიცით? ეხლა კარგი, ნუ დავიბრმავებთ თვალებს და ვითომ ვერაფერს ხედავთ თუ რაღაცა, ყველაფერი კარგად იცის. რატომ არ მიდის შემოწმებები, რატომ არ აკორდებიან ვინ რამდენი საათი მუშაობს, გადაწყვეტილები რო დადიან პოდნოსებით ხელში ეს პატარა თაობა თან უნივერსიტეტში სწავლობენ არა უბრალოდ დადიან, იმიტომ რომ მთელი დღეები ერთი წუთიდე მთელი დღეები გასავთ სამსახურში არიან ფელზედგან აღამებს ათენებენ და უნივერსიტეტში უბრალოდ მიდიან, იმიტომ რომ არ გამორიცხო და ვეღარც სწავლობენ და ვერც ისწავლი მთელი დღეები რომ შენ ასე იტვირთები და რამდენიმე საათი გაქვს ძილისათვის პროდუქტიული ვეღარ იქნები სწავლისათვის მაგას რა თქმა თქმა სამწუხაროა მაგრამ ეს ასია ეს ფაქტია და რა ვიცი არ მეგულება ადამიანი ვინც ამაში არ დამეთანხმება და თუ მაინც სწავლობენ რამ ხელა გზის გავლა უწევთ ადამიანებს წარმოგიდგენიათ რომ თან ისწავლონ თან იმუშაონ თან მოკლედ ძალიან ბევრი რამ და გამოვაი და შრომის კოდექსის ესა და ის მუხლი რა შრომის კოდექსი ხალო სულ არა გაქვთ შრომის კოდექსები ვისთვის წერთ გამაგებინეთ ამ შრომის კოდექსებს ვისთვის ანუ არსად არ სრულდება ყველამ კარგად ვიცით რომ შრომის კოდექსები ყველგან დარღვეულია ეს იქნება რავი სახელმწიფო სტრუქტურები ეს იქნება ყველგან დარღვეულია ხალხო ვისთვის წერთ უბრალოდ რაღაცა თქვენს ვალდებულებებს ისრულებთ რომ უნდა დაწეროთ უეჭველი აბა ხელფასები რა შეაიღოთ და რა სრულდება აქედან რა 14 საათი რო ადამიანი იმუშავებს, ეხლა არ მითხრათ რომ შრომის კოდექსში ეგრეა მითითებული რომ 15 და 16 საათი უნდა იმუშაოს ადამიანმა არ გადამრიოთ. არ მგონია იქ იყოს მითითებული, ხო? გაიარეთ ხალხო ახალგაზრდა თაობა ჩახოცილია მუშაობაში, საცოდავად მუშაობენ, დღე და ღამე გასწორებული აქვთ და მერე უნივერსიტეტებში გარბიან და ზინავთ იქ. რა შრომის კოდექსია ლაპარაკი, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? არანაირი ხელშეწყობა, სადღაც თუ ვინმეს აქვს ხელშეწყობა, ეს არის იშვიათობა და ტაში ყველას ვინც ხელს უწყობს. ასეა,
და როცა ბრტყელ სიტყვებს ვისურვით იმასთან დაკავშირებით, რომ აუ და აუ არ არის ეგ, კარგად უნდა დაუკვირდეთ რა სიტყვებს ვისურვით. ნუ ეს გავიარეთ, შრომის კოდექსი არ გვაქვს და რა ვიცი, ვისაც გაქვთ, ალბათ კედელზე დაიკიდეთ, იმიტომ რომ ეს არ გამოგადგებათ. ამდენი ადამიანი რო ირიცხება უნივერსიტეტებში და რა ვიცი, ყველას გილოცავთ ხალხო. რატომ დაამატეს წელი სკოლას? იმიტომ კი არა, რომ ძალიან გვჭირდება ეხლა ჩვენ ერთი წელი კიდე რომ უნივერსიტეტებში მოვხვდეთ. პედაგოგების გარეშე, კერძო პედაგოგების გარეშე მაინც ვერ ხვდებით უნივერსიტეტებში უმრავლესობა. იმედი ამაში მაინც შევთანხმდებით, რომ უმრავლესობა ვერ ხვდება მომზადების გარეშე და აი და უი და ბევრი ფულის ჩაყრის გარეშე პედაგოგებში ვერ ხვდებით. ასია სამწუხაროდ. იმიტომ რომ სკოლა რეალურად იმდენს ვერ გვაძლევს, რასაც უნივერსიტეტის გამოცდები გთხოვ. ანუ ვერ, მაინც გჭირდება პედაგოგი. ვიღაცას რო არ ჭირდება, ეხა იმას აქვს სავსე ტვინი და მორჩა. ეხა მე მაგალითად ვერ ჩავაბარებდი ვერანაირად დიდი ალბათობით რეპეტიტორების გარეშე, იმიტომ რომ დიდად ეხა სკოლაში არ უფრწყინავდი, მიყვარდა რამდენიმე საგანი და იმის იქით ეხა არ მიყვარდა რა და ეხა როცა მე დავამთავრე, არც იყო ასეთი გამკაცრებული თავი დავანებოთ, აი ბევრი რამ არ ბარდებოდა და მე მაგალითად თეატრალში ვაბარებდი, მთავარი იყო რომ მე ტექნიკური რაც იყო მხარე ყოფილიყავი ძლიერი და ჩამებარებინა და თეორიაში ბევრი რო არაფერი შეგძლებოდა ნიშას გიმატებდნენ და გადაყავდი, იმიტომ რომ სახიობის ოსტატობაში ძლიერი იყავი, შესაძლოა, იმიტომ რომ ცეკვაში ძლიერი იყავი, იმიტომ რომ სიმღერაში ძლიერი იყავი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეწიუდებს აკეთებდი, ანუ თუ ამ კუთხით იყავი ძლიერი, შენ იმ თეორიაში გიწყობდნენ ხელს, გესმით და მაინც ხვდებოდი უნივერსიტეტში, ნუ ახლა სხვა ამბავია, მაშინ სულ სხვანაირად იყო, ხო? და ვეღარ აპარებს ხალხი რეპეტიტორების გარეშე, უბრალოდ დაამატეს, იმიტომ რომ რეალურად ვინც ამთავრებს ხო უნივერსიტეტებს, უმრავლესობა ან მაღაზიაში იწყებს მუშაობას, ან რა ვიცი, ვისაც გაუმართლებს თავისი პროფესიით იწყებს, ან სხვა პროფესიით აგრძელებს მუშაობას სხვაგან. ამიტომ, მაგრამ ამან რა მოგცა? არაფერი ხალხო. ერთმა მომატებულმა წელმა უბრალოდ რო გითხრათ, არაფერი არ მისცა. ბავშვებს გარდა იმისა, რომ გაეწელათ დრო რეპეტიტორებთან და მშობლებს თანხები. ანუ რა მისცა ამ ერთმა წელმა რომ მოემატა, ხო? აბსოლუტურად არაფერი. ამდენმა ადამიანმა რომ დაამთავრა უნივერსიტეტი, სად წავიდა ეს ხალხი? შეუძლებელია ხალხო, ყველა კი არა, ნახევარი ვერ დასაქმდებოდა, იმდენმა დაამთავრა უნივერსიტეტები ამ წელს, ხო? ანუ სად წავიდნენ? უმრავლესობა უმუშევარია, უმრავლესობა მაღაზიაში მუშაობს, ასე შემდეგ და ძალიან მცირე მუშაობს იმ პროფესიით, რა პროფესიასაც ეუფლებოდა. მორჩა. ძალიან ბევრი სტუდენტი აბარებს და ძალიან ბევრი მიდის თავისი პროფესიით იმ სამსახურებში, სადაც, ნუ, რაც იწვალა და ისწავლა და ჩადელფული ოჯახმა და რა ვიცი მე რა. აგერ საიტზე შევხვდა გოგონა ეძებს სამსახურს 22 წლის. ხალხო, ანუ 24 არ მას. აი, რამდენი რამე ქონდა ჩამოწერილი, იცით? აი, რაღაც იქ ბაკალავრი იქ, რაღაც ის გაიარა იქ, სადღაც საზღვარგარეთ იყო, ანუ და Facebook-ზე ეძებს სამსახურს ხალხო, რომ ვერ შოულობოდა, იქნებო სადმე, ანუ Facebook-ზე ეძებს სამსახურს ადამიანი და ვერ შოულობს. და დიდი ალბათობით ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს სავარაუდოდ, იმდენი რამე აქვს ნასწავლი გავლილი და იმდენ რამეს ეუფლება და უცხოენები და რა ვიცი მე. და ეძებს სამსახურს. ასევე გამიგია ადამიანები, რომლებიც აქ დაამთავრეს და გაიარეს 1000 რამე, გაიარეს იქ სადღაც საზღვარგარეთ, იქაც ისწავლეს, ჩამოვიდნენ, კიდე დაეუფლნენ აქ და ეძებენ და ვერ პოულობენ. ვერ პოულობენ სამსახურს. თუ პოულობენ, არის მაქსიმუმ ბავშვის მომზადება სასკოლო ასაკის ან ძიძა უცხოენოვანი, რომელსაც ან ქართველი და უცხო ენა, ასე რომ კარგად ფლობდეს. დამთავრდა.
ძალიან რთულია სამსახურის პოვნა და მე მიკურს ადამიანები რომ ამბობენ სამსახურის მეტი რა არის მაჩვენეთ ხალხო სად არის სამსახურები მაღაზიებში ვიცი სხვაგან სად არის ძიძათაც ვიცი ბევრია სხვაგან დამისახელეთ სად არის სამსახურები მე მართლა მაინტერესებს აი რომ ამბობთ რომ მაგის მეტი რა არის ეს სად არის ხალხო კი ბატონო ბაღებშიც არის ნახავთ ნებისმიერ დროს ვაკანსიები დევს ყველა დღე გაბოშვებით მათ შორის ჩემი ფილიალიც ეძებს სხვაგან სად ეძებს და ვერ პოულობთ იმიტომ რომ ძალიან რთული სისტემაა ბაღი და ეს დაღლა ეს სტრესი ნუ არ უნდათ ეხა გასაგებია ხო შრომა რო უნდა ბევრი მაგას რა თქმა უნდა ყველა სამსახურს უნდა მაგრამ ბავშვებთან კიდე სხვა ამბავია ბავშვთან კი არა ბავშვებთან კიდე სხვა ამბავია ხო და ეხა შენ რო შესთავაზო იმ გოგონას რომ ბაღში ხო არ იმუშავებს ანუ 15 ენა რო იცის გოგომ და მოვლილია სოფლიო და ხან იქ სწავლობდა და აბანთხია ტვინ ის არ მოვა ხალხო ბაღში არ მოვა იმიტომ რომ მისი გათვლით მინიმუმ 2000 უნდა გამოიმუშაოს რომ რაღაცაში მაინც უღირდეს ის ჩადებული შრომა გესმით და არც განიხილავდა ის გოგო მე კომენტარებში რაღაცა პატარა შეთავაზებებს იმიტომ რომ არ უნდა და ვერ შოულობს ეგ არის ეხა იმას უნდა შენი ამხელა განაკვეთი ამხელა შრომა არ უნდა იმას სხვა სამსახური უნდა სხვა პერსპექტივას ხედავს იმას ნასწავლი აქვს იმდენი თუ ამდენი თუ თავის თავში 100 აქვს დალაგებული რომ მას არ უნდა ეს ის უნდა სხვა რაღაც სადღაც უფრო მაღლა ბაღის მაღლა სკოლის მაღლა კიდე სხვაგან ალბათ რა ვიცი სად მაგრამ მაგაზე მეტი ანაზღაურება უნდა ეხლა რო შესთავაზო ხო სკოლაშიც არენდომება იმიტომ რომ არენდომება ამდენი დაღლა არენდომება ხვდებით ანუ ბავშვები სხვა რამეა შევთანხმდეთ ეს იმას ანიშნავს რომ ბაღში ისეთი ადამიანები მუშაობენ რა გადაშალა წიგნი დახურა როგორ გეკადრებათ მაგრამ არ უნდათ ბაღში მუშაობენ არც ისეც არც ასეც იმიტომ რომ არის რთული სისტემა ყველა წამი ყველა სიტყვა ყველა ქმედება უნდა აკონტროლო გახედვა გამოხედვა შეხედვა თუ თავის აწევა ყველაფერი უნდა აკონტროლო ასია შენ გინდა თუ არ გინდა ასია შენ რო გონია რომ ამ წამს კამერაში მე ვერ დამინახავენ რა მიმიკა გავაკეთე გაადიდებენ იმ კამერას და იმ თვალის გუგას შეგხედავენ ასე გაიხედეთ რომ აი ასე შეხედე ბავშვს გესმით ამიტომ ყველა ძალიან ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ ყველაფერს არ უნდათ იმიტომ რომ რეალურად ვიცით რომ არის ძალიან დიდი დატვირთვა და ეს გოგონა რომელიც გეუბნებით ეძებს Facebook-ზე არ მივა რა ბაღში ხა მისი არ მიუთითებია ხა ხელფასი მაგრამ გასაგები იყო იქ კომენტარი რომ იწერებოდა რომ არ გამოეხმაურა და წერდა რომ არა მადლობთ არ არის სამსახურები კერძოდ არის ძალიან ბევრი ბავშვებს ვინც უვლის კერძოდ ხა მაგალითად ჩემი მეუღლე ამბობდა რომ 2000 იღებსო არ ვიცი ვიზე საუბრობდა რაღაც ნაცნობს საუბრობდა რომ 2000 იღებსო ბავშვთან ხა სიმართლე გითხრათ რაც იწერება ხოლმე ძიძების და მასე შემდეგ ერთი წუთი მე მოგცემ იქ 2000 რა ვიცი ვაკანსიებში არსად არ წერია მაგრამ ალბათ არის და პლუს ოღონდ 2000 თუ მოგცეს და იცით რომ მხოლოდ ბავშვი არ შეგეხებათ იქ გამორიცხულია და იქ საქმეც დალაგებაც და ასე შემდეგ ეხლა მაგალითად მეო არ მეხებაო დალაგებაო მაგრამ ისე ხო არ ვიჯდებიო ვალაგებო და მე მაგალითად იმ სივრცეს რა თქმა უნდა მივალაგებ სადაც მე უნდა ვიყო ბავშვი უნდა იყოს და შენი ვალდებულებაც არის მაგრამ აი ახლა მეტი საქმე არ მაქვს დაუარო საძინებლებს და ფანჯრებს როცა არ მეხება ამიტომ თქვენ თავად
იღლით ზედმეტად თავს, რაც არ გეხებათ, ხალხო, ნუ აკეთებთ იმას, რომ გადაქანსულებმა იაროთ, იმიტომ რომ აბა ისე ხوار იჯდები, ისე როგორც იხართ ბავშვთან მუშაობთ, ხალხო, ნუ გამაგიჟეთ. და თუ თქვენ ისვენებთ, იმიტომ ისვენებთ, რომ პროდუქტიული იყოთ, როცა გაიღვიძებს ბავშვი. ბავშვს ადილი უნდა, ის სივრცე უნდა მიულაგოთ, ანუ ძალიან ბევრი რამეა. დაჯდეთ, საკუთარ თავს დაუთმოთ, რომ დაისვენოთ, 10 წუთი დაიძინოთ, თუ რაც გინდა აკეთოთ, ხო? და რაც არ გეხებათ იმას, რომ აკეთებთ, მიეჩვივნენ, იცი ადამიანები, რომ ბარემ ესეც გააკეთოს, ხა ყველა ხوار იჯდება, იმის არ იყოს მე რომ დავრეკე, ხო, გიყვები, ძალიან ბევრი მაქვს მოყოლილი. ვაკანსიას და ბავშვი დაიძინებს, აი რა უნდა აკეთო, ბარემო დაალაგეო, რომ მითხრა, ჩემი ქვის პერანგები გააუთოვეო. თქი ბუდიში, რა მეყარ მომესმა, თო დაგთხრი მაგ თვალებს. რა შენი მეუღლის პერანგები ვაუთო, უნდა იყოს ხალხო გამოყოფილი, შენ გინდა დამხმარე თუ ბავშვის აღმზრდელი. იმიტომ რომ ბავშვი დაიძინებს მაინც რას აკეთებ, რას ვაკეთებ, ბავშვის სადილს ვაკეთებ, რას ვაკეთებ, ბავშვის სივრცეს ვალაგებ, რას ვაკეთებ, ზივარ და ვისვენებ შენი შვილისთვის რომ იყო პროდუქტიული. რას ქვია, რას აკეთებ? და თქვენ რო აკეთებთ, ამას მიეჩვივნენ, გესმით? და ბარემ დამხმარეც ხართ აღმზრდელთან ერთად. ამიტომ ძალიან უნდა შევეცადოთ, რომ მყარად დავდგეთ ხოლმე რა, როცა სამსახურში შევდივარ და უთხრათ, რომ მეს არ მეხება. შენ ამისთვის მომიყვანე, აი მეს არ მეხება. მორჩა. და ყველა უნდა იცოდეს, ვის რა ეხება საერთოდ. ვაკანსიას რო დებ და ხდება მაგალითად ის, რომ მხოლოდ ბავშვის აღზრდა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი გეხებათ და ვიცით ხალხო რომ გეხებათ, ხო? და ვიცი დავშედ მე რომ შევდიოდი იმ სამსახურში, ვიცი რომ ეხება, რა თქმა უნდა, მაგას დიდი ფილოსოფია, მაგრამ რომ მიხვალ და გეტყვიან მერე. ხო, ბარემ აი ესეც რო გააკეთოთ, თუ დრო გექნება და ვიცი რას გეტყვი, ბოდიში რა. აი მაგას გეტყვი. ხო და ამიტომ არ უნდა მივაჩვიოთ ადამიანები ამ გაზულუქებას რა, იმ თანხაში ბარემ მოდი რა გააკეთე რა, ტყუილა ხوار გიხდი ფულს. უკაცრავად შენი შვილის სიმშვიდისთვის მიხდი ფულს, შენი შვილის განვითარებისთვის მიხდი ფულს, იმისათვის რომ შენი შვილი იყოს ისეთი როგორც შენ გინდა, ლაღი, ბედნიერი და ასე შემდეგ. ამიტომ რა ვიცი, აბა რაღაცნაირად მყარად უნდა იდგნენ ადამიანები ფეხზე. სხვა გზა არ არის, თუ დაგაჯდებიან თავზე. ასია. ყველაზე მეტად მაღიზიანებს, აი ხო ბევრი რამე მაღიზიანებს და ბევრი რამე მეგოიმება, მაგრამ ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს არის ის შეუმდგარი ადამიანები, არაფრის გამკეთებელი ადამიანები, აი დღემდე 30-50 სასაკამდე რომ მშობლები მოათრევენ ისევ და დეულს თეთრი გადმომიგდე ხალხი რო გიყურებს და გიწერს, რომ მე რამსისკი ხარ ქალო. აი ამ დროს მზად ვარ ისეთი რაღაც ჩავიდინე, რომ ციხეში წავიდე. აი ყველა ნერვი მეთიშება და ყველა ბინდი მეკურება თვალებზე. ძალიან განათლებული ხალხი ხართ.